დღეს მოვამზადებ თქვენთან ერთად ნამცხვარს ჩიტის რძეს. ეს არის კლასიკური რეცეპტი. 5 კვერცხის გულს დავუმატო 75 გრამი შაქარი, მარილი, ვანილი. ორმოცი გრამი ნაღების კარაქი, 70 გრამი ფქვილი, 20 გრამი კაკაო, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 50 მილილიტრი რძე, ჩემი საცხობი ყალიბი არის 20-20-ზე, გადავიტანოთ მიღებული ცომი. წავიღოთ გამოსაცხობად. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ქვედა წვაზე 160 გრადუსზე. წვება ძალიან მალე, 15-20 წუთი ჭირდება მეგობრებო, ნახეთ გამოცხვა. 150 გრამი ნაღების კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით. ათქვეფილ კარაქს დავუმატოთ 80 გრამი შეცქელებული რძე. ხუთი კვერცხის ცილა, მარილი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, გათქვეფილი ბეზე გადავდგათ გვერდზე, 18 გრამ ჟელატინს დავუმატოთ 90 მილილიტრი წყალი, ოთახის ტემპერატურის და გავაჩეროთ ცოტა ხანი. მოვადუღოთ სიროფი, ქვაში მოვათავსოთ 100 მილილიტრი წყალი, 250 გრამი შაქარი. ადუღების შემდეგ ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ცხელი სიროფი შევათქვიფოთ ბეზეს ნელ-ნელა. თან ვთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე. შევათქვიფოთ კარაქით. ვანილი. გაფუვდა ჟელატინი, ეხლა ამას დავადნობ მიკროველში. დამდნარი ჟელატინი შევათქვიფოთ სუფლეს. სუფლე დავასხათ ბისკვიტს ზემოდან. შევდგათ მაცივარში 4 საათის განმავლობაში. გამყარდეს უნდა სუფლე. 1 სუფრის კოვზი ზეთი, 90 გრამი შავი შოკოლადი. დამდნარი შოკოლადი მოვასხათ ზემოდან. მთელი ღამი გავაჩერე მაცივარში, ხლა მოვიღე ყალიბიდან, მოხსნი ამ პლასტიკსაც. უგემრიელესი ჩიტის რძე უკვე მზად არის. გამოიწერეთ ჩემი არხი, YouTube არხი, ლიკას რეცეპტები, Facebook გვერდი, ლიკას რეცეპტები და TikTok არხი, ლიკას რეცეპტები. დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ.